ერთასამეულში მყოფი ორი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. მასპინძლები ამ შემთხვევაში ლიბერტს და ბურთელები არიან, რომლებიც თეთრი მაიკას ზედზედ 3 შეხვედრა. რომელიმე გააგრძელებს ამ კარგ სვლას. ნახოთ რომელი გუნდი იქნება ეს. მესხმა გახსრა ანგარიში ამასობაში. კარგი გათამაშება. საპასუხო ორი ქულა ლიბერტისგან. უკანა ხაზელი მსროლელები ხავს. მილერი ერთ-ერთი მათგანი, რომელიც აგდებს სამკულიანს. კარგი პასი. შვენივრად გათამაშებული კომბინაცია. საშუალო ლეკო ჩაგდო მოჩა. მიტი. კარგი აქვარცხავა შევიდა და ჩაგდო კარგად იმოქმედა. დაწესობა. ციაური საშუალო ესე ზუსტია. ბრავო. არის როლა გამოუტანა მილერს სამქულიანი არ ვარდება ორი ბურთი ჩავარდა დავა სტრაფი შეტევა არა გადავიდა პოზიციებში დავა დაიღო ჩააგდო სიმონსი კარგი გადაცემა სმიტის ზუსტია ბოლო წუთი მეოთხედის ანჯელო პირცხელიანი ორი ქულა ეს ვარდება რა ხდება ძალიან აიჭრა ლიბერტი ანჯელო და 2+1 საერთოდ დრო დარჩა საკმაოდ დიდი სტუმარკუს აი მესმის აი მართლაც გამორჩეული მომენტი სად დაფრინდა შეიძლება ესეც თქვათ 4 მოგება და 1 მარცხის შემდეგ აი როგორც იქნა 6 წუთიანი გვალვის შემდეგ ჩაიჭრა ეს გადაცემა ვოილსი ტომსონი ორი ქულა ცვლება ხოლმე შუა ნაწილში აპანჯელო და ვოილსი და 2+1 პირველი ნომერი ლიბერტისა ხომ კლად უკეთესი ესეც ჩააგდო ციაური აქედან ბოლო წამზე და ასე თამაში მოგება ზოდარიკოს კიალა და საკმაოდ რთულია და რეინორი ფარქვეშ ზუსტია აბა კენდრიკი რას მოიფიქრებს ვოილსი მოძებნა სამქულიანი ზუსტია პირველი ზუსტი სამქულიანი დაუდა შეხვედრაში ნახევარზე ხდება გაუშვა სამიანი ესეც ჩააგდო სხვაობა ბატონო მიუახლოვ და ნელ-ნელა უკვე 10 ქულაშიც შევიდნენ და საფასუხო სიმონსი არ გააყოლა ვოილსი აბა ესეც ჩააგდე სამკულიანის კონკურსი რეინორი კარგია მილერი ისევ ჩაჭრაზე საფი შეტევა სიმონსი აბა მეორე ესეც ზუსტია ხევაშიც გაგრძელება ვერ ვნახა ახლა აბა სულხანიშვილი ერაგდებს რეინორი ხსნის და 2+1 ჩააგდო რეინორმა აფციაური მილერი ზუსტია როგორ გაამართლა ხო აფციაურის ამ პასმა პირველ აფად დაიწო ლიბერტის აფციაური სმიტი შორი ორქულიანი ჩააგდო მომასი შემდეგ სმიტი და ესე ზუსტია მერით 33 აბა ტომსონი გოგოხია ჯონსონი ორი ქულა პირცხელიანი შეუტია ესროლა ჩააგდო რეინორი შევიდა ეს უკვე ჩააგდო რეინორმა ამჯერად გამოუვიდა აფციაურმა ამოირბინა მიიღო ეს ბურთი მილერი ზუსტია იყო შემდეგ გულიავა
გულიავა ჩააგდო ძალიან რთული ბურთი. გაიკარგა ბურთი და უოილსმა უნდა ჩააგდოს. მარტივად. სონი აბა სამქულიანი ჩასვა. მილერი სმიტი. სმიტის ორქულიანი როგორ აიწია რუში რამხელაზე. კარგი იყო ორი კვარცხავა, ორი ქულა. ახტანგაძე გოგია. შევიდა ჩააგდო. სულხანიშვილი. გულიავა. შევიდა ზუსტია. ბოლო წუთით სამასობაში ტომსონის სამქულიანი ზუსტია. მოსი წინააღმდეგ გოგოხია. ჩამოიტოვა თითქოს გაუშვა საშუალო. სევფარცხავა. გულიავა ორქულიანი ესროლა ჩააგდო. მოძრაობები შევიდა და ჩააგდო. მილერი ჩააგდო. აფციაური მილერი აბა მორიგი სამიანი ჩააგდო. მაგრამ ისერად აწია ისევე იმ ზღვარზე. ეს ორქულიანი იყო. მილერი ესეც ჩააგდო. მილერი არ უნდა იჩქაროს, არ უნდა იჩქაროს. სად არ იჩქარება? მაგრამ სიმონსი დარწმუნებული იყო და ჩააგდო. არ დასვა წერტილი. დაბომბეს ეს ფაქტია, დაბომბეს. აბა აფციაური. ჩავარდა. ბრავო. ეს მართლა წერტილის გავს უკვე. შევიდა სულხანიშვილი და ძალიან რთული ბურთი ჩააგდო. კარგი იყო ფირცელიანი. კარგი იყო ფირცელიანი. ვაუ, ბრავო. რაც რომ მოძრაობა და როგორი დამთავრება ამ ეპიზოდის, რა კარგი იყო. ჩვენება შემდეგ გამოუტანა მაისურაძეს. მაისურაძე ზუსტია. ესე გატარება არ შეიძლება დაცვაში მეტი ყურადღება. სკალდრუთელები წდებიან რომ გადარჩენა მაჩსა შეუძლებელთა კატეგორიას განეკუთვნება. ოილსმა ერთჩააგდო, გულიავა 2+1. გულიავა ვერ აგდებს სამერთგულიანს, თუმცა ოილსი ხსნის. შევიდა გულიავა ზუსტია. ერთ შეტევაში 4 გულა. პირველ ტაიმში საერთოდ არ ქონია, ან მაქსიმუმ 1 ქონოდა ზუსტად ან ერთი ქონდა პირველ ტაიმში. და აღარ უტევა. დროს ლიბერტის უნდა შეტევა. აი რატო ხო? ამას უნდა არ არის. მავარია გაგზელება არ მოყოს ახლა ამ ყველაფერს. ხო არა ეხლა. გაზეთ უკვე თავისხრი. ხო რა. თუ არა, არა მაინც აღარ აპირებენ შეტევას. ვერა, მაინც ვერ მოასრო. დასრულდა ამით დღევანდელი შეხვედრა 83-75. ერთგვარად ესეთი ხასიათი მიეცა ანგარის ხო? რაღაც დაძაბულის მაგვარი, მაგრამ მოდი თქვათ რომ რეალურად ეს ასე არ იყო.